მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. ერთი რაღაცა უნდა გითხრათ, კარგს ხედავ თქვენ მაგიდაზე და დავიწყე გაშლა, ძალიან საინტერესო გაშლა დაიწყო, მაგრამ სამწუხარო ჩემო მიკროფონმა მიღალატა და ამიტომ მომიწია ცოტა ტექნიკური რაღაც ხარვეზების გამოსწორება, მაგრამ გადავწყვიტე რომ გავაგრძელო ეს გაშლა. უბრალოდ ეხლა ისე შევალ ეხლა ნაკადში და გეტყვით ეხლა ვისთვის არის ეხლა ვაკეთებდი. ვწერდი ზუსტად, ანუ ვისთვის იქნება ეს გაშლა და ეხლა მოკლედ გეტყვით. ანუ და მე როგორ გავაგრძელოთ, იმიტომ რომ ჩვენი კითხვა არის დღევანდელი, როგორ განავითარებს ის თქვენს ურთიერთობას და აი აქ მაჩვენებენ, რომ შეიძლება თქვენ აქ სიტუაცია მაჩვენეს ორი სიტუაცია. პირველი, როცა თქვენ დაუშვათ იყავით დიდი ხანია პაუზაში, იყავით თქვენ შორს ერთმანეთისგან და ეხლა განახლება მიდის ურთიერთობის და მეორე არის შეიძლება თქვენ ეხლა ინტერნეტ სივრცეში გაიცანით ვიღაც ადამიანი და დაიწყო ეხლა თქვენი ურთიერთობა, შეიძლება დიდი ხანია იყავით თქვენ დაუშვათ მარტო, ეს თქვენი მარტოობა დასრულდა და თქვენ დიდი ხანი მართლა ელოდებოდით აი ესეთ შეხვედრას, იმიტომ რომ გსიამოვნებს ადამიანთან ურთიერთობა, მაგრამ ან დაუშვათ ინტერნეტში გაიცანით, მაგრამ დიდი ხანი არ გქონდათ თქვა კავშირი. შეიძლება ეს даже არ გამოვრიცხავ კიდე რა მომენტს, შეიძლება თქვენ საზღვარგარეთ ხართ წასული და იქ დაიწყო რაღაცა მომენტი თქვა, რაღაც, აქ ყველა ვარიანტში მაჩვენებენ, რომ რაღაცა ახალი არის აქ, რაღაც პერიოდი ან მარტოობის ან სიჩუმის დასრულდა და ეხლა ადამიანები იწყებენ ისევ რაღაც ახალი ეტაპს და ეს ახალი ეტაპი აი ძალიან ესეთი რო თქვა ელოდებოდეთ თქვენ ამ მომენტში, შეიძლება სადღაც ადამიანი კიდე არის მომენტი შევხვდათ დაუშვათ ან თქვენს დაბადების დღეზე, ან თქვენ ეყავით დაბადების დღე, ან მისი დაბადების დღე იყო, ხო? ნუ საჯარო გაშლაში ასე არის რა. მაგრამ აქ როგორი მომენტი არის, თითქოს თქვენ აქ გამოვიდა იმპერატორი და იმპერატრიცა, ანუ ეს არის მნიშვნელოვანი წყვილები, რა თქმა უნდა, ერთმანეთისთვის. სხვათა შორის შეიძლება აქ იყოს როგორი სიტუაცია კიდე. შეიძლება ცოლ-ქმარით შერიგდა. მაგრამ, მოდით ასე რომ ვთქვათ, ეხლა ენერგიებს გეტყვით მე თქვენ რა, და თქვენ თვითონ ეხლა უფრო იცით რეზონირდება თუ არ რეზონირდება, მივხვდებით რა. აქ როგორი სიტუაცია, თქვენ შეიძლება ან ამ ადამიანთან, ან საერთოდ ეხლა ცხოვრების მანძილზე რაღაც არ გიმართლებოდა, თქვათ, მამაკაცებთან ურთიერთობაში და ეს როგორც შანსი მოგეცეთ და მართლა ძალიან კარგი სიტუაცია არის და თქვენ ეხლა ფიქრობთ, რომ აი ნეტა რა იქნება, ნეტა რა მელოდება წინ. კიდე მოდის სიტუაცია, შეიძლება თქვენ დაკარგეთ მეუღლე და ეხლა ახალი შანსი თქვენ მოგეცათ, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ აი რა იქნება, როგორ იქნება, რანაირად გავიცანი, მომეწონა, აქ ესეთი რაღაც, ძალიან ესეთი მომენტი არის, დაიჭერდეთ ეხლა თქვენ პრინციპში თქვენს ენერგიას რა. იმიტომ რომ ბევრი სიტუაციები მოდის, იმიტომ რომ აქ ჩვენ გვაქვს საჯარო გაშლა, ამიტომ გვაქვს ბევრი ვარიანტები, რომელიმეს მე მგონი თქვენ მიხვდებოდეთ, ხო? მოდით დავინახოთ, კითხვები როგორც ყოველთვის მაგ მომზადებული, ამიტომ ჩვენ დავინახავთ ეხლა, გკითხოთ ჩვენ ტაროს, ანუ რამდენიმე კითხვით, აქ ჩვენ მოკლე მიმოხილვა გვაქვს, გრძელი იცით თქვენ რომ მეორე არხზე არის მიმოხილვა. და მოკლე გაშლები კიდე მაქვს TikTok-ზე. ეგაც იცით თქვენ. ლინკები ყველაფერი ვიდეოს ქვეშ არის. ნახოთ ეხლა, რას გრძნობს ეხლა ეს ადამიანი თქვენს მიმართ? რა განზრახვები აქვს მაგ ადამიანს, ხო? რას ფიქრობთ ეს ადამიანი თქვენს მომავალზე, ესეც ვკითხოთ. რა ნაბიჯების გადადგმას, თქვათ, აპირებს ის? და როგორ გამოავლენს თავს ეს ადამიანი ეხლა ამ უახლოს მომავალში. აი ასე ქმედება, ასე წოდებული, ხო? კი ბატონო, ნახეთ, ეხლა აქ არის ნამდვილად ეხლა მაჩვენებენ ეგრე ურთიერთობას, რომელიც არის პრინციპში ძვირფასი ორივესთვის, თქვენ რომ იცოდეთ და აქ ახლა არ უნდა გქონდეთ თქვენ რაღაც ესეთი ფიქრები, რომ ცუდი რაღაცას აი ეგ ვერ ვხედავ. ორივესთვის არის ძვირფასი ურთიერთობა. всё, დავიწყოთ ეხლა მისი გრძნობები თქვენს მიმართ. ეხლა
ნუ აქ არის როგორი მომენტი, იცით, აი რაღაცა ზეიმობს ადამიანი. ერთად რო ხართ, ნახეთ, აქ ეს თითქოს როგორი მომენტი, აი სულების ცეკვა რატომღაც მომდის ეგეთი მომენტი რა, როცა აი უხარია რომ ერთად ხართ დაუშვათ, ხო? თუ განაახლეთ ურთიერთობა, თუ უბრალოდ გაეცანით ადამიანს, ხო? თუ რაც გითხარით, ყველა ვარიანტში აქ ადამიანს, აქ როგორ იცით, აი თითქოს გვერდხები საერთოდ არის თანაგრძნობას, აი ეს არის აი თითქოს რაღაცა მომეცე საშუალება, მიხარია რომ მომავალშიც კარგად ვიქნებით, ეხლაც კარგად ვარ გრძნობაზე, კიდე რას მეტყვის შენ, ჩემი, ნუ რაც თქმა უნდა, ნახე, აქაც იმპერატრიცა, აქაც. აქ შემიძლია გითხრათ, თუ ეს ახალი არის დაუშვათ ურთიერთობა, ხო? მაგ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანი, აი ვეცებდი, აი ბიჭისთვის ეს არის შანსი, შეიძლება დაუშვათ ეს ბიჭიც ახლა თუ განახლება ურთიერთობის, შეიძლება ფიქრობდა რომ დავკარგე ეს ურთიერთობა, ხო, დავკარგე და შანსი აღარ მომეცემ, არ ვიცი ამ ქალს უნდა თუ არა ჩემთან ურთიერთობა. შეიძლება იყო პაუზა თუნდაც მიმოწერაში და რაღაცა, მაგრამ აი ეხლა არის როგორ იცი, ისე მიხარია რომ ისევ ერთად ხართ რა და ეს არის ანუ ჩემთვის არის მართლა უმნიშვნელოვანი ეს ხარი, როცა იმპერატრიცათი აჩვენებს ახლა თქვათ ხა თან გრძნობაზე, ეს უკვე მაგაზე მეტი რაღა უნდა თქვას რა ადამიანმა, ესე იგი ყველა ჩვენთან განსხვავს ჩვენი თქვათ აი ისეთი პიროვნება და ანუ დაუშვათ შეიძლება წარმოდგენაში შეიძლება ისედაც აი თქვათ ზოგი იტყვის რომ მოიცა ამასთან რანაირად ხარ შენ ხოლმე, მაგრამ აი თქვენთვის თქვათ ეს არის აი ყველაზე აი ასეთი ადამიანი მინდა რა. აი ეს არის იმპერატორი, იმპერატრიცა, რა ძალიან ისე რო თქვათ, მოკლედ, ხო? და აქ ადამიანი ამ ქალში არის ყველაფერი აბსოლუტურად, რაც მე მინდა. მიხვდით? ამიტომ რა თქმა უნდა რა გრძნობა უნდა გქონდეს, ხო? ნახოთ ეხლა მაგას რა აქვს განზრახვები. თქვენთან ერთად ყოფნა. აქ ვიღაცა, ნუ პრინციპში როცა აჩვენებენ, ნახეთ, იმპერატორს და იმპერატრიცას ერთად, ესე იგი ეს უკვე ნიშნავს, ან ცოლ-ქმრული ურთიერთობა, ან უმნიშვნელოვანესი არიან ეს წყვილები და რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ხდებოდეს, ყველა ვარიანტში ადამიანს უნდა რომ შენთან, ნუ სულ მცირე ხანძლივი ურთიერთობა დაამყაროს, ან ურთიერთობა რომ აი როგორ ან ოჯახური, აქ არა აქვს მნიშვნელობა თქვენ ახლა გთხოვათ ხელი, არ გთხოვათ. აქ უბრალოდ არის იმისი მნიშვნელობა, რომ მე ამ ადამიანს ვირჩევ. მე ამ ადამიანთან მინდა ვიყო. დანარჩენი ახლა ყველას რა თქმა უნდა თქვენთაგანს თქვენი სიტუაციები არის, თქვათ, თუ დაუშვათ ახლა იტყვით რომ ჩვენ ხელიც არა გვაქვს მოწერილი, არა ჩვენთან კი გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ არ შეგვიძლია ვიყოთ ერთად და იმიტომ. ამიტომ მე აქ გეუბნებით ენერგიას, ეს არის საჯარო გაშლა. მაგრამ აქ გეუბნებით რომ ადამიანი არის მაგისი განზრახვები, რა თქმა უნდა თქვენთან შექმნას ან ოჯახი, ან თქვენთან ერთად იცხოვროს, ნუ ყოველ შემთხვევაში თქვენ ხართ მისთვის ოჯახი რა. ანუ ეს აქ არის უკვე ისეთი და პენტაკლების 10-იანი ეს არის უკვე აი ოჯახი. ეხლა 10-იანი პენტაკლები შეიძლება ერთად მინდა ვიყოთ, მაგრამ დაუშვათ აი სიამოვნებები და რაღაცები. აი აქ მინდა მყარი რაღაც გადაწყვეტილება, რომ აი არა იქ სადღაც თქვათ სიამოვნებისთვის მარტო ვიყოთ, ხო? აი უკვე მიწერ დონეზეც ერთად ვიცხოვროთ, ერთად ვიყოთ, როგორც ოჯახი რა. აი ეგეთი მომენტი არის რა. ნუ ნახოთ რას ფიქრობს ეს თქვენს მომავალზე. ნუ ფიქრობს რომ ეს მომავალი უნდა ნუ აქ რაღაც პენტაკლები მომწონს რა ახლა ამ შემთხვევაში მე მომწონს რომ მე ხო იცით თქვენ რომ მიყვარს საერთოდ აი უფროსულების დონეზე თქვათ ხო განხილვა სიტუაციების, მაგრამ აქ მომწონს ის რომ ამ შემთხვევაში ეს რო ყოფილიყო უფროსულის დონეზე, ახლა ეს ცოტა ჩვენ ხო მაინც ვცხოვრობთ ახლა მატერიაში რა. ამიტომ ჩვენ აქ გვაინტერესებს როგორ იქნება, კი, სულის დონე კარგია, მაგრამ მატერიაც ჩვენ გვჭირდება. და ამიტომ აქ ვაჩვენებს იმას, რომ ანუ როგორ ფიქრობ მომავალზე, რომ ეს არის იმდენად ჩემთვის ძვირფასი, რომ ნამდვილად მინდა შენარჩუნება ამ ყველაფრის და ანუ აქ მინდა რომ მარტო კი არა გონებრივად და რა, აი აქ მინდა ვიყო რა. იმიტომ რომ მაგას ახლა უნდა კი ოჯახი, მაგრამ სამომავლოდ ფიქრობს რომ შენარჩუნება მინდა, კი იმპერატორი ისე ნახეთ.
აქ იმპერატრიცე, აქ ანუ მე მინდა რომ ეს შევინარჩუნო, მე ეს ჩემი არის რა, სამომავლოდაც არავის არ მივცე მე იმას, რაც მე მაქვს, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის ძვირფასი. ნახეთ აქ მამაკაცი ზის და რამდენი რაღაცები ულაგია მაგას კალატაში. ანუ უკვე გვაჩვენა ჩვენ იმასაც, რომ ეს იმდენად ძვირფასი არის ჩემთვის ეს ყველაფერი და ეს ურთიერთობა იმდენად ძვირფასი არის, რომ არავის არ მივცემ. და მე ვარ, ეს არის ჩემი იმპერია. ანუ იმპერატორი იმას ამბობს, რომ დანახათ მომავალში როგორ იყურება. მე ვიცი, რომ ეს არის ჩემი, ის რაც მე მჭირდება. ვნახოთ რა ნაბიჯების თქვა გადადგმას აპირებს, რა ნაბიჯების. ნუ აქ ნახეთ რა ხდება. ნაბიჯების ახლა ერთი ბოდიში წყალსაც დავლევ, ცოტა ენერგია წამოვიდა ისეთი, რომ რა ნაბიჯები. ახლა ნახეთ, რომ გითხრათ, რომ ახლა ამ წუთში ამ ადამიანს აქვს რამე, მაგრამ აქ რასაც იძახეს იცით, ნახეთ აქ ზიან ქალი და კაცი ერთად რა, აი აქ გვერდი და რა ნაბიჯებს აკეთებს, ნუ შეიძლება ფულის შოვნას აპირებს, ეგა და ნახეთ ახლა ზამთარი მოდის ახლა ხო, ვინც ახლა უყურებს ზამთრის პერიოდში რაღაცა უნდა მოიმარაგო. იმიტომ რომ შეიძლება აქ რაღაცა პრობლემები გქონდეს ფინანსური მდგომარეობის, მაგრამ ხუთიანი ეს არის უკვე გარდატეხვის თემა, როცა ადამიანი გადადის მეექვსე ენერგიაში. ანუ მე უკვე ადამიანი ფიქრობს ზუსტად ახლა ნაბიჯი რა, რომ აი თუნდაც თუ დაუშვათ აქამდე არ დებდა რამეს, ახლა უკვე ფიქრობს, რომ კი რაღაცა მეც უნდა გავაკეთო. რა კიდე? ნუ აქ ვიღაცა შეიძლება აპირებს საზღვარგარეთ ცხოთაშორის წასვლას რაღაცა პერიოდით. კი, მაგაზე ფიქრობს. ფიქრობს რაღაცაზე. თუ დაუშვათ ახლა თუნდაც მაგისთვის ეს არის როგორი მომენტი, ცოტა რთული, იმიტომ რომ იცის რომ თქვენი დატოვება დაჭირდება. ანუ აქაც ხო ვთქვით, რომ თუ არის დაუშვათ საზღვარგარეთ ადამიანი, ხო, შეიძლება თქვენ ეგეთი აი ან დარჩება კიდე ჯერ დაუშვათ, იმიტომ რომ ეთყობა წავიდა ახლა ან ფულის გულისთვის რაღაცა ეგეთი მომენტი არის რა. მაგრამ აქ კი, აქ ნახეთ, აქ უკვე 10-იანი ფილმი დააკრებენ, მაგრამ ეს როგორი მომენტი არის, იცით, ამას ნუ შეიძლება რაღაცა პრობლემები აქვს ამ ადამიანს, უნდა რომ დაამთავროს და მაგრამ აი ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ იქ სადაც იქნება არ ეყვარებით, ანუ მთელი გულით და სულით მაინც იქნება თქვენსკენ რა ეს ადამიანი და თუ დაუშვოთ ახლა ნუ კიდე რა შეიძლება თუ დაუშვოთ თქვენ ხართ სადღაც საზღვარგარეთ, ესე იგი იქ აპირებს ეგ თქვენთან ჩამოსვლას რა და თქვენთან ერთად ყოფნას. აი ვიღაცის ეს იქნება ეგეთი ენერგია. ნუ როგორ გამოავლენს თავს უახლოს მომავალში ეს ადამიანი. так, როგორ გამოავლენს? აი ის ადამიანი განახებს თქვენ რომ აი პირველ რიგში ნახეთ აქ რაღაცა შეიცვლება, იმიტომ რომ საერთოდ ახლა ესე რა ქვია, ჩამოკიდული არის როგორი ენერგია, როცა რაღაცა კრეატივიც არის, რაღაცა ისეთი შეიძლება მოულოდნელად, აი სხვანაირად ასე ვეთყოდე რა, არა ისე როგორც ყოველთვის. ნუ მოდით აბა ვნახოთ როგორ. მაინც როგორ. აბა ეს როგორ. იცით რა არის, რა შეიცდება, ნახეთ, აქ მაქსიმალურად ადამიანი შეიცდება, რომ თქვენს ურთიერთობაში შემოიტანოს სიმშვიდე და გაჩვენოს თქვენი ნამდვილად აი სიყვარული, იმიტომ რომ აქ გადაწყვეტილება, აქ სულათიანები, ნახეთ, ესე ძალიან მნიშვნელოვანი, აქ ბედი არის ჩართული ტულზე. ანუ თითქოს ადამიანი ხვდება, რომ მე ყველანაირად უნდა მოვიქცე ისე, რომ ამ ჩემს ქალს, რომელიც მე მიყვარს, მე არ უნდა ვატკინო გული. აი ეს მაგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი. თუ სამკუთხედი იყო დაუშვათ, ფიქრობს, რომ აი ესეც უნდა დავასრულო რა. ანუ ყველაფერი, რასაც ტკენდა გულს ჩემს, თქვათ, საყვარელ ქალს, მე მინდა დავასრულო და ვაფშე მინდა ვიყოთ ერთად. ანუ თუ დაუშვათ ამას არ უთქვამს თქვენთვის, რომ მიყვარხარ და შენთან მინდა ვიყო და შენ ხარ ჩემთვის მნიშვნელოვანი ქალი, იცოდეთ, რომ ამას აუცილებლად გეტყვეს. აუცილებლად. ნუ შეიძლება ეს ნუ აქ ისეთი ისტორიები ბევრნაირი შეიძლება იყოს, მაგრამ ნუ მოდით ახლა აღარ ჩავღრმავდეთ ჩვენ, უბრალოდ ამას გეტყვით, იმიტომ რომ აქ ეგრევე მაჩვენეს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პერიოდი თქვენთვის და ძალიან ანუ აქ როცა ადამიანები უკვე
ბევრი რაღაცა და გაიგეს, ანუ როცა შენ უკვე მაჩვენებენ აქ თქვენს ურთიერთობას, თქვათ, საერთო და აქ მართლა მნიშვნელოვანი არის ორივესთვის. მართლა მნიშვნელოვანია, კი. ნუ კი მაჩვენებენ, რომ აქ თითქოს თქვენ აი რაც უნდა გაგევლოთ, რაღაცა გაკვეთილები, რაღაცა ესე, თქვენ აქ დაასრულეთ. აქ იმენა სიყვარულმა გაიმარჯვა რა. ან გაიმარჯვებს, უზები, ნახეთ, ახალი პერიოდი, კი, აქ ბედი ერთობა. თუ ბედი ერთობათ, შენ ვერაფერს ვერ ეზავ. აქ უკვე რაღაცა პერიოდი დასრულდა, რთული საკმაოდ და უკვე დაიწყება, აქ ეთყობა უკვე უნდა დაიწყოს ქმედება. აქ მიდის, იცით რა, თქვენი ცხოვრებიდან მიდის რაღაცა აი არასასიამოვნო მომენტები, როცა თქვენ შეიძლება იჯეკეთ სულ მოლოდინში, თქვენს ამ პერიოდში ბევრი რაღაცა გაიაზრეთ, ბევრი რაღაცა ისწავლეთ. ნუ თქვენ თვითონაც გახართ ძალიან ისეთი ადამიანი, რომელიც აი ძალიან აი ამ განდეგელშიც რო იყავით, ეთყობა ბევრი რაღაცა ისწავლეთ, თქვენს გაიზარდეთ, თქვენს შეიცვალეთ რა. და ამიტომ ნამდვილად ეხლა აქ ისეთი არჩევანია გააკეთეს ორივენმა, რომ არ მინდა ნამდვილად მე, რომ აი ეს რაღაცა ან პერიოდი, ხო გითხარით, აქ შეიძლება ბიჭსაც ქონდა ეს პერიოდი, რომ ეგონა რომ დავკარგე, როგორც გითხარით. შეიძლება თქვენს ეხლა ისეთი ადამიანი შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში, რომელმაც ბევრი რაღაცები დანაკლისიც აქვს და ბევრი რაღაცები დაკარგა და ეხლა უკვე ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რომ აი ეს ურთიერთობა მე სხვანაირად უნდა წავიყვანო, იმიტომ რომ ის ჩემი თქვა ძველი ტკივილი, ნუ უკვე იცეს მაგან რა და ამიტომ აი აქ მე ამ ურთიერთობაში ამ ქალთან თუ დაუშვეს ახალი პარტნიორია, ხო, მე არასოდეს არ მივცემ უფლებას, რომ თქვათ ჩემს თავს რო გული ვატკინო რა, უკვე საკმარისი იყო ეს ყველაფერი რა და ამიტომ რაღაც ახალი ფიქრებით, ახალი ნაბიჯებით მიდის ადამიანი ურთიერთობაში, ამიტომ თუ და თქვენს თუ გქონდათ ეს პერიოდი, რომ თქვენ იჯეკეთ თქვენთვის ახლა დაუშვათ მარტო, თქვენს ბევრი რამე ისწავლეთ აქ მაჩვენებენ, რომ მორჩა პერიოდი, როცა თქვენ გქონდათ თქვათ გულის ტკენა პარტნიორისგან, ხო, აქ უნდა დასრულდეს ყველა ვარიანტში თქვენი ახალი ეტაპი იწერება, ახალი ისტორია იწერება თქვენი ურთიერთობის ან ამ მამაკაცთან, რომელიც თქვენ გიყვარს, რომ გითხარით, რომელსაც თქვენ ელოდებოდით, ხო, ან ვიღაცისთვის იქნება ის, ვინც თქვათ ახალი არის, ნუ ახალია, იმიტომ რომ აქ ორი ისტორია გვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ ნუ აქ ბევრი რაღაცები არის, აქ მაჩვენებენ ისე რომ დაფიქრდა ადამიანი და ასე შემდეგ. ჩემო ლამაზებო, რასაც მე თქვენ გული და სულით გისურვებ.